სადღაც ამბობდი, როგორც ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელი, რომ რაღაც კიჩიაო, რომ ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მაქვს და მეორე მხრივ ჩემი ქვეყანა ევროკავშირისგან დაშორებულია, ხო? მაგ უსიამოვნო შეგრძნებამ გადაგიარა თუ ისევ არა, თანხს ეგ არის, ძვში მე მაგით არაფერი არ დამაყოლდა რა, ეს ძალიან ხერხული იყო იქ დამსწრე საზოგადოებისთვის. ამ დაჯილდოებაზე ბრიუსელში დაპატიჟეს საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, ასე შემდეგ და ეს უყურებდი მათი გვარები როგორ ეწერა წინა რიგებში, იმიტომ რომ გამარჯვებული ქართველი იყო და მგონი ევროპის ჩემპიონატი იყო და მაროკო ესპანეთი თამაშობდა და ვფიქრობდი რომ მაროკო ესპანეთში გამცვალეს თუ იმაში რომ მაინც და მაინც თეატრულუკიანს ახლა გულზე არ ეხატება ივა ფეზუაშვილი და ამიტომ შეიძლება არც გამოუშვეს ბრჭყალეში. შეიძლება ორივე ერთად რა, არც ერთი არ იყო. მართლა არა. საელჩოს არც ერთი წარმომადგენელი არ იყო. დაპატიჟებულები ვინც იყვნენ, არავინ არ მოსულა და არავის არ გაუზიარებია ჩემთან ერთად ეს სიხარული. მაგრამ მე რო ქოცი მწერალი ყოფილიყავი, ეხლა რადიო თავისუფლებაში კი არა, პოსტივიში ვიჯდება. ჩემი ევროკავშირის პრემიით. მნიშვნელოვანი ჯილდო იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თუ რაღაცა გავიტანე იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე ქართული ლიტერატურა არ ყოფილა თარგმნილი, გზა გაკვალულია და შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს ეს სახლში არ მიგაქვს ეს რაღაცა ქვეყნის წარმატება.